საპასუხოდ განვითარებული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში. განმარტება სწორია, თუმცა მაინც ხარვეზები აქვს. თან სწორია, თან არა. რატომ? პირველ რიგში გლუტენი არის არა მეცნიერული ტერმინი. ის არის რამდენიმე ცილის ჯგუფს აერთიანებს, ეს არის პოპულარულად მოხსენიებული ჯგუფი. სინამდვილეში რაც გვაინტერესებს არის პროლამინები, რომელსაც ხედავთ, ისინი არის, ესე იგი, აი ამ მარცვლეულებში. მარცვლეულები კონკრეტულად, რომელიც ნარინჯისფერად არის მონიშნული, არის ხორბალი, პირველ რიგში, რომელიც ყველაზე მეტად პრობლემურია დიეტის დაცვის მხრივ, არის ქერი და ჭვავი. ასევე შვრია, რომელიც აი მწვანედ არის, ეს ამის წინააღმდეგ ხანდახან არის ცელიაკიებში მცნობელობა, ხანდახან არა. ძალიან ხშირი არის ეს დაავადება, არის 1%-ში დიაგნოსტირებული, თუმცა ბევრად უფრო მეტი ადამიანი ვარაუდობენ, რომ არ არის დიაგნოსტირებული. გენოტიპი, როგორც წინა, ესე იგი, აუტოიმუნურ დაავადებებში ახსენეს, არის HLA გენები, DHQ ART და DHQ BRT, თუმცა ყოველთვის არა. Ეს წინაშე არის 3 წლის ბავშვი, რომელიც ექიმთან მიიყვანა დედამ და დედა აღნიშნავდა, რომ ბავშვსაც უხებს მუდმივი ფაღარათი და რომ ის არ იზრდება. ის ამბობს, რომ პრობლემა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და რომ ფაღარათი მუდმივად პროგრესირებდა ყოველდღიურად. პროგრესირებდა და ექიმებს გაუშვათ კითხვა, ახლა თუ არა ამ ყველაფერს მუცლის ტკივილი და დიახ, დედამ თქვა, რომ მუცლის ტკივილი ახლა ამ ყველაფერს განსაკუთრებით ჭამის შემდეგ მუცლის შებერილობის ფონზე. ესე იგი, ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმების წინ გაგრძელებული მომტირალი ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა გამომგერილი მუცელი, პერკუსიის ტიმპანური და ასევე დედამ აღწერა, რომ ბავშვის ფეკალური მასა იყო საკმაოდ დიდი ზომის და იყო ცხინიანი და არასასიამოვნო სუნით გამოირჩეოდა. პირველად ინფორმაციის მიხედვით ექიმებმა გამორიცხეს ვირუსული გასტროენტერიტი, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვს ექნებოდა სხვა კლინიკური მანიფესტაციები, როგორც მაგალითად სიცხე და ასევე გამოირიცხა ალერგიული რეაქცია, რადგანაც ამ შემთხვევაში ბავშვი უფრო მწვავედ გამოვლინდებოდა გასტროინტესტინალური სიმპტომები და ამავდროულად ექნებოდა ანაფილაქტოიდური რეაქციაც. როგორც ხედავთ, ჩვენს მიერ განხილული პაციენტი მოვიდა მთელი ნაკრებით სიმპტომებისა, მაგრამ ზოგადად ცელიაკიის კლინიკური მანიფესტაცია იმდენად ვარიაბელურია, რომ შეიძლება სხვადასხვა პაციენტში სხვადასხვა სახით მოგვევლინოს. სანამ დავიწყებთ კლინიკაზე საუბარს, მანამდე მინდა შემოგთავაზოთ ცელიაკის კლასიფიკაცია, რის მიხედვითაც ჩვენ ცელიაკი დავყავით 3 ჯგუფად. პირველი, როგორც ხედავთ, ეს არის სიმპტომური ცელიაკი, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ქვეჯგუფად. ეს არის ატიპიური და ტიპიური სიმპტომების მქონე ცელიაკი. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ის პაციენტები, რომელთაც აქვთ ისე როგორც კლინიკური მანიფესტაცია, ასევე ბიოპსიაზე აღინიშნება ნაწლავის ხავების ატროფია. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ეს არის სავენი ცელიაკი, როგორც ხედავთ, ანუ იგივე ჩუმი ცელიაკის დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ აღინიშნება არავითარი კლინიკური მანიფესტაცია, მაგრამ ბიოპსიაზე ჩანს ნაწლავის ხავების ატროფია. და რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ეს არის ლატენტური ცელიაკი, რომლის დროსაც გაგიგორდებათ და არც კლინიკური მანიფესტაცია არ გვაქვს და არც ნაწლავების ხავების ატროფია. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ საერთოდ კლასიფიკაციაში რატომ გამოიყო ცალკე ჯგუფი ლატენტური ცელიაკისა. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან სწორედ ის ადამიანები, როგორც უკან ახსენა, რომლებიც არიან იმ სპეციფიური HLA გენების მატარებლები, რომლებიც მიდრეკილს ხდიან მათ დაავადების განვითარებისადმი. რაც შეეხება ჩვენს მიერ განხილულ პაციენტს, ის მივიდა ექიმთან ტიპიური სიმპტომებით და ამ ტიპიურ სიმპტომებში შედის გასტროინტესტინალური სიმპტომები, როგორიც არის ფაღარათი, შებერილი მუცელი, გიღებინება, წონის შიქრება, ანორექსია და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება თქვენთან მოვიდეს პაციენტი, რომელსაც საერთოდ ასიმპტომატური გამოვლინება აქვს და ამ ატიპიური გამოვლინება, მაგრამ ატიპიურ გამოვლინებებში თავის მხრივ შეიძლება იგულისხმობოდეს მუსკულოსკელეტალური გამოვლინებები, ასევე ნევროლოგიური გამოვლინებები, ჰემატოლოგიური. ამ ჰემატოლოგიაში ყველაზე ხშირი არის ანემია. ჩვენ შემთხვევაში უკაცრავად, ახლაც თქვა გერმანელი მოხსნებელი რო იყო, როცა ანემიით მოდის ადამიანი ანემიას, როცა ნახავთ პირველ სიმპტომს, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ ცელიაკიაზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირია.
ჩვენ შემთხვევაში ექიმებმა ივარაუდეს, რომ პაციენტს დიდი ალბათობით აქვს ცელიაკის დაავადება, რადგან ის ტიპიური სიმპტომებით იყო მოსული და ამიტომაც გადაწყვეტეს ჩაეტარებინათ სპეციფიური ტესტები. ეს არის როგორც ხედავთ, ანტიენდომიზიური ანტისხეულების ტესტი, ანტიტრანსგლუტამინოზური ანტისხეულების ტესტი, HLA DQ-ისა და DQ-ის განსაზღვრელი ტესტები და ბოლოს ბიოპსია. აქედან რაც შეეხება პირველ ორ ტესტს, ეს პირველი ორი ტესტის საშუალებით ჩვენ ვგებულობთ, რამდენად ხდება პაციენტში აუტოანტისხეულების მატება. ცელიაკიის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში იმატებს ორი იზოტიპი, ეს არის იმუნოგლობულინი A და იმუნოგლობულინი G, თუმცა აქედან იმუნოგლობულინი A ყოველთვის ჭარბობს G-ს. ერთადერთი გამონაკლისი არის ის შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს სელექტიური იმუნოგლობულინ A-ს დეფიციტი, მაშინ აუცილებელია გავზრუნოთ იმუნოგლობულინი G. რაც შეეხება მესამე ტესტს, HLA DQ-ისა და DQ-ვა ტესტს, ეს ფაქტობრივად უკვე ვთქვით, როდესაც კლასიფიკაციაზე ვსაუბრობდით, ანუ სწორედ ეს არის ის გენები, რომელიც მიდრეკილს ხდის ადამიანს დაავადების განვითარებისკენ. ზოგადად ყველა, პაციენტების უმრავლესობას, ვინც დაავადებულია ცელიაკათი, ეს გენები აღინიშნება, თუმცა მეორე უკიდურესობა რო ვთქვათ, შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს ამ გენების მატარებელი, მაგრამ მას დაავადება არ გამოვლინდეს. რაც შეეხება ბოლოს ბიოპსია, ბიოპსიის საშუალებით ჩვენ ვახილობთ, არის თუ არა რაიმე ჰისტოპათოლოგიური ცვლილება ნაწლავის კედელში. როგორც ხედავთ, ამ სლაიდზე გამოტანილი არის ორი სურათი. პირველში ნაჩვენები არის ნორმალური ნაწლავის აგებულება თავისი ხავებით, ხოლო რაც შეეხება ბესურათს, ბესურათში ვხედავთ, რომ გადასწორებული არის ნაწლავის ხავები, ანუ არის ატროფირებული, ხოლო ლამინა პროპრია, რომელზედაც ძევს ნაწლავის ამომრჩეველი ეპითელიუმი, მდიდარი არის ისეთი ანთებითი უჯრედებით, როგორიც არის რეაქტიული T-ლიმფოციტები, პლაზმური უჯრედები და მაკროფაგები. ახლა უფრო თვალნათლივ რომ დავინახოთ რა ტიპის ცვლილებები გვაქვს ნაწლავში, შევამთავაზოთ მიკროსკოპის სულას. პირველში არის ნორმალური, მეორეში არის ატროფირებული ხავები. ამ სლაიდზე წარმოქმნილი არის ალგორითმი, შეგაშინოთ ამ ალგორითმმა. ეს უბრალოდ დაგეხმარებათ ცელიაკას დიაგნოსტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამოდის პაციენტი და მას დაბალი ალბათობით აქვს ცელიაკის დაავადება, მაშინ ვაკეთებთ მხოლოდ ტრანსგლუტამინოზური იმუნოგლობულინ A-ს განსაზღვრელ ტესტს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტესტმა გვაჩვენა დადებითი პასუხი, მაშინ ვაკეთებთ ნაწლავის ბიოპსიას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არის უარყოფითი, მაშინ უნდა გავარკვიოთ პაციენტს აქვს თუ არა იმუნოგლობულინ A-ს დეფიციტი. იმ შემთხვევაში, თუ იმუნოგლობულინ A-ს დეფიციტი არ გვაქვს, მაშინ მომაკვდინს ცელიაკის დაავადება პაციენტს არ აღინიშნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გამოუვლინდა იმუნოგლობულინ A-ს დეფიციტი, მაშინ როგორც უკვე ვახსენე, აუცილებელია გავზრუნოთ იმუნოგლობულინ G-ს რაოდენობა. რაც შეეხება ალგორითმის მეორე ნაწილს, ეს არის, როდესაც თქვენთან მოდის პაციენტი და მას მაღალი ალბათობით აქვს ცელიაკის დაავადება. ამ შემთხვევაში პირდაპირ ვაკეთებთ ისევე როგორც დუოდენალურ ბიოპსიას, ასევე იმუნოგლობულინ A ტრანსგლუტამინოზური ანტისხეულების განსაზღვრის ტესტს და იმ შემთხვევაში თუ ორივე ტესტი არის ნეგატიური პასუხით, მაშინ ვამბობთ, რომ პაციენტს ცელიაკი არ აღინიშნება. თუ ორივე არის პოზიტიური, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პაციენტი დაავადებულია ცელიაკით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ ორი ტესტის პასუხი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ აუცილებელია ჩავატაროთ დამატებითი ტესტები, როგორიც არის HLA-ს განსაზღვრელი ტესტი, ან იმუნოგლობულინ G-ს ტესტი, ან დამატებით ვიფიქროთ, რა შეიძლება ყოფილიყო სხვა გამომწვევი მიზეზი პაციენტის ჩივლისა. ორი ტესტი, რომელიც ახსენა სალომემ, ეს არის ქსოვილის ტრანსგლუტამინაზა და ანტიენდომიზიური აუტოანტისხეულის ტესტები. ეს უკანასკნელი არავითარ მიუხედავად იმისა, რომ ანტიენდომიზიური ანტისხეულია, არავითარ პირდაპირ დაზიანებას არ იწვევს კუნთის ბოჭკოს წინააღმდეგ. თუმცა მისი დიაგნოსტიკური ღირებულება არანაკლებია. პირველი ესე იგი ზემოთ რომელიც არის და ასევე სურათი ამისი ტრანსგლუტამინაზა ეს ესე იგი დედა ტრანსამინაციით აი ამ გლიადინის მოლეკულებს რომელიც არის უშუალოდ ის რაც იწვევს აი ამ ყველაფერს იმას უკავშირდება და ხდის მას უფრო იმუნოგენებს რაც ესე იგი შემდეგ მიყავს აი აქ აი ამ მანკიერ წრეში პირველად ესე იგი გლიადინი როცა დაუკავშირდება გააქტიურებს ხო CD4 უჯრედებს ხდება ორი რაღაცა. პირველ რიგში ინტერფერონ გამას წარმოქმნა, რაც გამავლობას გაზრდის აი ამ ნაწლავისა, მეტი გლიადინი შევა და აი ეს ესე დადრიალდება, ხო? და შემდეგ ხდება ესე იგი პოლარიზაცია მათი T-helper ერთად, რაც ესე იგი შემდეგ მეტ ანთებით ციტოკინს წარმოქმნის და მეტალ პროტეინაზებს, რაც იწვევს აი იმ მორფოგენულ არა.
ბიოპსიურ სურათს, რაც ის არის, ხო? ჰისტოლოგიურ სურათს. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომელიც არის ძალიან გასათვალისწინებელი და ძალიან რაღაც გაგებით უცნაური. ეს არის ის, რომ გლიადინსა და CD4, CD4 უჯრედებს შორის არ უნდა იყოს კონტაქტი. მათ შორის არის ლამინა პროპრია, ხო? ანუ აი აქ. ანუ აი აქ, ხო, როგორც გააჩნია რა შეხედოთ. რატო ხდება ამათ შორის კონტაქტი? არ არის ცნობილი, არის ერთი ჰიპოთეზა, რომ როტავირუსები, რომელიც არის ესე იგი ორჯაჭვიანი RNA-ის ვირუსები, ესენი ყველა ბავშვი 1-5 წლამდე, თითქმის ყველა ბავშვი მსოფლიოს მასშტაბით ინფექციას იწვევს, დიარეულ ინფექციებს და ესე იგი ვარაუდობენ, რომ აი ამ წრეს, რომელიც წინა სლაიდშია, ხო, იწყებს ის, რომ აი ამ მოკლედ გასაგებია, ხო, კიდევ ერთხელ ვეთქვით ეს. ხო, კიდევ ხო, ანუ კარგად, ხო, გაცრავად. ამასთან დაკავშირებით როტავირუსები ვაქცინაცია დაიწყო მათი გლობალური პირველი დაიყო 98 წელს წარუმატებელი, შემდეგ 2007 წელს კიდევ ერთხელ დაიწყეს მათი ვაქცინაცია 31 ქვეყნის მასშტაბით. რამაც აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე ესე შეამცირებს ცელიაკი, ეს ჰიპოთეზა მართალია, ხო, შეამცირებს ცელიაკიის რაოდენობას მსოფლიოში. თუმცა აი აქამდე იყო ევოლუციურად ამისი წაქეზება, ასე ვთქვათ, ხო, ამ გენოტიპისა. რატომ? ეს წავიცით და ამასთან დაკავშირებითაც არის ჰიპოთეზა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიდრეკილიან ამისკენ, მათი იმუნური სისტემა უკეთესად უკავდება ბაქტერიულ პეპტიდოგლიკანებს, აი მურამილის დიპეპტიდებს, რომელიც არის როგორც გრამდადებიც, ასევე გრამმოყოფით ბაქტერიებში. ასევე მისი რისკი იზრდება საკეისროშობის დროს, რომელიც უკვე ზოგიერთ ქვეყნებში უკვე 50%-აა მიღწეული ვაგინალურთან შედარებით. რაც შეეხება მკურნალობას, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკი არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, მისი მართვა, ასე ვთქვათ, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დაიცავს სპეციალურ დიეტას და მიიღებს ისეთ საკვებს, რომელშიც არ შედის გლუტენი. გარდა ამისა, შესაძლებელია პაციენტს დამატებით მიუწოდოს სხვა ნიტრირებელი თუ ელემენტები და ვიტამინები, რომელიც მას დააგდდა დაავადების მსვლელობის დროს. აქ ჩამოთვლილი არის მხოლოდ რამდენიმე, ეს არის კინა ვიტამინი D, კალციუმი, ვიტამინი B12 და ასე შემდეგ. ეს იყო, მადლობთ, ჩვენ ამით იმედით ჰქონდა განსაკუთრებულ თვალსაჩინოებისთვის, აგერ ცოცხალი ცელიაკიის პაციენტის მოგებთ. კითხვებიც რამე თუ გაქვთ ერთი კითხვის დრო მე მგონია.